ეთერშია გადაცემა პირველი სტუდია და მე მისი წამყვანი ეკა ჩხეიძე TV პირველის საღამოს ეთერიდან მოგესალმებით. ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარია დიდი გამოცდილების საკმაოდ პირდაპირი და ხმაურიანი პოლიტიკოსი, რომელიც აქტუალობას არ კარგავს. მოკლედ, მურმან დუმბაძეა დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი და დარწმუნებული ვარ, რომ მასთან ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება. რადგან პოლიტიკოსობის პარალელურად იგი ძალიან საინტერესო რესპონდენტია. მოგბრძანდით ბატონო მურმან. მადლობა რომ ხართ პირველი სტუდიის სტუმარი. როგორ ბრძანდით? მოგესალმებით. დაბრძანდით. მე მთისწყალი უნდა შემოგთავაზოთ. ბატონო, ძალიან. 0%-იანი ბრომატით. წყალი ჩვენი ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს სრულფასოვან ცხოვრებას. ხომ მეთანხმებით? კი, ნამდვილად. როგორ ბრძანდებით? კარგი, ჩვენივრად. ეხლა იმ ფონზე რაც ხდება ქვეყანაში, ამის ფონზე, ჯერჯერობით გალიაში არ ვართ. რომელი ფეხით შემოხვედი სტუდიაში? მახსოვს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ყველა მახსენებდა მარჯვენა ხელი დარბაზში რო დიდი შეხვედრები რო იყო და საპრეზიდენტო კანდიდატი ვაშაძე გრიგოლი და დარბაზიდან იძახდნენ რაღაცა მარჯვენა ხელი გითხარი მარცხენა რაღაცა გითხარი რაღაც დავწყევლე რომ რაღაცა ყველას ვეუბნებოდი რომ ხელიც მაგარია და ფეხიც სადაც მივედი ყველგან მოვიგე მეთქი და მართლაც ასეა ეხლა გულწრფელად ჩემოვედი ეგ არის მთავარი გულწრფელად იქნება ღია და გულწრფელი საუბარი იქნება ეგ გარანტიას გაძლევთ არც ერთი მსახიობობა, არც ერთი თეატრალურობა იქნება აი ჯერ გული იტყვის და მერე ტვინი. და სინამდვილეში მეცნიერები ამბობენ რომ ტვინმა უნდა გააანალიზოს და მე პირიქით მგონია რომ გული უფრო პირველადია. კი. ამიტომაც თქვი მე დარწმუნებული ვარ გულწრფელი და საინტერესო საუბარი გველოდება. ბატონო მურმან, როგორ ფიქრობთ, თქვენს პოპულარობას გარკვეულწილად თქვენმა ენამახვილობამ შეუწყო ხელი? ვიცი, არ გამორიცხავ. მაგრამ მგონია რომ თანამიმდევრულობამ უფრო. იმიტომ რომ დიდი ხნის განმავლობაში ვარ იმ საქმეში, რასაც პოლიტიკა ქვია. ახლა არ უნდა იფიქროთ, რომ მე ამისთვის დავიბადე. 90-იანი წლების დასაწყისია უკვე ეროვნული მოძრაობა, 80-იანი წლების ბოლო მე უნივერსიტეტი დავამთავრე თბილისში და მე დისერტაცია დღევანდელი მოსკოვი რომ ქვია, მაშინ ასე იყო. მათემატიკოსი ვარ, კი. და იქ დავიცავე დისერტაცია 90-ში რომ მოვუბრუნდი ეს აზვირთებული ეროვნული მოძრაობა და უნდა გითხრათ რომ იქაც მოსკოვშიც მაგარი საქმეები გეთდებოდა, იმიტომ რომ თვითონ დავაარსეთ რა ქვია, ზემლიაჩესტვა როგორა ქართულად, სათვისტომო. აი 9 აპრილის შემდეგ იქაც მაგარი გააქტიურება, დისიდენტებთან შეხვედრა, პერესტროიკის პერიოდი, გორბაჩოვი და უკვე იწყება და იქაც ასე გაბედულად მუშაობთ და რო ჩამოვედი, ეხლა რო ვაკვირდებოდი მოზე რა ქვია მიკროფონთან ხალს, ვიფიქრე რომ ამას რაღაცას რო ამბობს კი კარგად ამბობს, მაგრამ რაღაც მგონია რომ მე უკეთესად გავაკეთებ ამას, რაღაც ასეთი შეგრძნება მქონდა. ხო და მე რო შევედი პარტიის წევრი გავხდი მალევე 90 წელში და იყო ადამიანი, ვინც მოახდინა გავლენა. კი. ბავშვობაში სასკოლო პერიოდში, მე-4 კლასიდან თითქმის საშუალო სკოლის დამთავრებამდე, მაშინ 10 წელი იყო ჩემ დროს სწავლება, ფეხბურთში ვარჯიშობდი. დინამოში და იმ დინამოს გუნდში, აი საფეხბურთო კლუბში თამაშობდა ახლანდელი პოლიტიკოსი დავით ბერძენიშვილი. ტოლები ვართ ჩვენ, თანატოლები ვართ და მე მე უნივერსიტეტში მოვხდი ის პოლიტექნიკურში და აი რაღაცნაირად მაგალითის ძალა იყო მისი მოქმედება, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დროს ძალიან ახალგაზრდა თითქმის ბავშვი მოხვდე დილეგში ეს იოლი გადასაწყვეტი საქმე არა, მას ნაფიქრი ჰქონდა, იმიტომ პოლიტიკური პარტია დაარსა, ერთ-ერთი დამფუძნებელია პოლიტიკური პარტიის, რესპუბლიკური პარტია ერქვა და ის მოხვდა ციხეში. მე გორბაჩოვის შემდეგ პერესტროიკის ძალით ის გამოშვებული იქნით ციხიდან და აი სულ ძალიან ახალგაზრდა ვარ, ხო, მაშინ
300 წელსაც არა და ეს რაღაცნაირად მაგალითი და თან მომწონს რომ როგორ ბედა როგორ აკეთებს ამას როგორ შეძლო რომ ღიად და ხმამაღლა თქვა რომ საქართველოს უნდა იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა ამბედაობა და რაღაცნაირად ეს მაგალითი იყო და 90 წელში რესპუბლიკური პარტიის წევრი გავხდი დათო ბერძენიშვილის ახლა რა ვიცი და როგორ დაიწყო ყველაფერი თქვენი პოლიტიკური მოღვაწეობა როგორ დაიწყო? არა, ჩვეულებრივი ამბავია, გულწრფელად უნდა აკეთო საქმე, რასაც აკეთებ, ეს არის განსაკუთრებით აჟიტირება ხდება არჩევნების დროს, მოქალაქესთან მიდიხარ, აი პირველი სიამოვნებას როდის იგრძნობ, იცი, როცა ადამიანს დაარწმუნებ შენს უპირატესობაში, ასე ვთქვათ, მას კი არ დაჩაგრავ, დაარწმუნებ, რომ შენ უფრო მიმზიდველ რაღაცას ამბობ და მე გადის რამოდენიმე ხანი და გეუბნება რომ შენ მოგყვება ეს ძალიან დიდი სტიმულია და 90-იან წლებში მაინც ასეთი ამ დონის ინფორმაციები ვერ გადიოდა თუმცა აქტიურები ძალიან ვიყავით უკვე იქ ბათუმში აჭარაში ძალიან ცუდი რეჟიმი არსებობდა 13 წლის განმავლობაში უნდა გითხრათ რომ აი დღევანდელი ხელით ჩვენ პოლიტიკაზეც ვილაპარაკოთ იმიტომ რომ მე ვერ ავწდები ამას რაც არ უნდა შეკითხვა დამისვათ მაინც პოლიტიკას მივობა მე ასეთი ტიპი ვარ იმიტომ რომ ამაში ვცხოვრობ უკვე და მგონია რომ ისე დავასრულებ ცხოვრებას რომ ამაში უნდა ვიცხოვრო მე მოწოდებით უფრო მასწავლებელი ვარ მასწავლებელობა მინდოდა, იმიტომ მოხდი უნივერსიტეტში. და მაგრამ პოლიტიკა ისეთი რამეა, რომ ნახევრად ვეღარ გააკეთებ. თუ აქ ხარ, უნდა იწოდე ბოლომდე. ეს აზარტი იყო? კი, აზარტიც არის ერთგვარი. ვერ გადიხარ. აი დააკვირდით ახლა დღევანდელი მოვლენების, აი ახლა დღევანდელ დღეს რომ აი ადამიანები ხო არ შეიძლება 100 დღე, 200 დღე, 300 დღე, 315 დღე, 300 ადამიანები მიდიან ეძებენ რუსთაველის ქუჩაზე იმ ასფალტზე ხო არ ყრია სამართალი იქ ხო არ გდია ძირში მაგრამ იქ იმ კომპაქტურ წერტილში ადამიანები ერთმანეთს ესაუბრებიან ისინი ფიქრობენ რომ ამით მიიღწევა სიმართლესთან ახლოს მივლენ და ესეა პოლიტიკოსიც აზა ვერ გამოხვალ იმდენად დაიწები იმდენად შესული ხარ იმდენად აზარტში ხარ მათემატიკოსი კაცი პოლიტიკაში დარჩით და აი ეს რა იყო აზარტი იყო აი ამ ხო აზარტი არა მე მივხვდი რომ რაღაცა გამოდის იმიტომ რომ მე არ ვიქნები თქვენ არ იქნებით ის არ იქნება მაშინ გაგრძელდება ცხოვრება ისე როგორც არის და მე მუდმივი ცვლილების მომხრე ვარ მე მინდა რომ ხშირად იცვალოს ცვლილება იყოს ახალი აი რაღაც რა უფრო მუდმივი წინააღმდეგობა იმის თქვა მინდა რომ იქ 13 წლის განმავლობაში ერთი ხელისუფლება მართავდა იმ რეგიონს ეს არ იყო ეროვნული მთავრობა, რეგიონალური მთავრობა იყო ადგილობრივი, მაგრამ დაახლოებით ეხლა ჩვენ რო შედარებები გავაკეთოთ, პარალელები გავალოთ, ხო? დაახლოებით ის რაც ხდება დღეს საქართველოში 21 საუკუნის საქართველოში 2025 წელს, ის ხდებოდა 90-იან წლებში და მე ეს გამომივლია და ზოგჯერ მეცინება რომ მეკითხება ადამიანი, გვეშველება რა მე ბატონო, მეუბნები რომ აუცილებლად გვეშველება, იმიტომ რომ მე თვალნათლივ ვხედავ რომ მას დასასრული აქვს. ის იწყება, მაგრამ თავდება ძალიან ცუდად მოქალაქის კი არა მისთვის ვინც ამას აკეთებს მაგრამ ნუ მოქალაქე ზარალობს ცხადია და სასარგებლო არაა იმიტომ რომ ქვეყანა ბუქსაობს და იმ ბუქსაობის პერიოდშია თქვენთვის აი როგორც პოლიტიკოსისთვის ყველაზე რთული პერიოდი როდის იყო ეხლა რომ პარალელს ვავლებ ასეთი ამაზრზენი შემთხვევა არ ყოფილა იმიტომ რომ 2004 წლის 2002 2003 2000-იანი წლები როცა რეგიონში გაუქმებულია არჩევნები როცა სამართალი გაუქმებულია როცა ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს ერთი კაბინეტი ერთი პარტია ერთი ლიდერი ეს ძალიან ცუდი პერიოდი იყო დაჭერებიც იყო წინააღმდეგობებიც იყო შეურაცხყოფებიც იყო თქვენ ასლანაბაში ის პერიოდი მაგას გულისხმობთ მაგრამ აი ხა პარალელს რო ვავლებ ეხლა იმდენად ფართო მასშტაბი მიიღო ეროვნული მასშტაბით რომ ეხლა რა არის სამწუხარო ის კი არ არის სამწუხარო ის არის რომ იმდენად გასულია დრო, იმდენად უნდა გვესწავლა ჩვენ შეცდომებზე, რომ ამას რომ ვიმეორებ, ამაზე ვნერვიულობ, რომ ნუ თუ ვერ უნდა ვისწავლოთ, რომ ასეთი გზით სიარული ვერ მიგიყვანს იქ, სადაც უნდა მიხვიდე. გამორიცხულია. შედეგი არ დაუდგება უპირველესად ყოვლისა იმას, ვინც ამას ჩადის. გამორიცხულია.
მოვა ისეთი დრო რომ მისი შვილებიც კი გაამტყუნებენ, მისი უახლოესი გარემოცვა გაამტყუნებს. მე მახსოვს, მაგალითად ასლანაბაშის პერიოდი ისევ უბრუნდები, მისი შვილი ოპოზიციასთან შეხვედრებს მართავდა. მაგალითად მე ორჯერ ვარ შენახვედრი მის ასლანაბაშის შვილთან, რომელიც ამბობდა რომ მოდი უფრო ის სოლიდურად მოიქეცით რომ რაღაცა რა თემაზე ბოდი? როცა უკვე ბოლო პერიოდებია, ბოლო თვეებია რომ უნდა გადავაყენოთ და როცა ყველა სამწვერა გზაზე წერთ ასლანწადი. აი სადაც პასტა, ქახალდი, ფურცელი, საღებავი, სადაც გვაქვს ყველგან ვაწერთ გზაზე, კედელზე, ფანჯარაზე, ყველგან მანქაնել ასლანწადი და ეს ხო არ ძინავს იმ ადამიანს თქვენ თუ გონიათ რომ მარტო ჩვენ კითხულობდით თავადაც კითხულობს ისე როგორც ახლა დღევანდელი კითხულობს ამას ახლა ჩვენ ვიძინოთ და ვერ ისწავლეს ვერაფერი აი ეს ეგაა ყველაზე უფრო საწყენი რომ ადამიანს თუ განვითარება უნდა ისწავლოს საკუთარზეც და სხვაზეც და ნუ ახლა ამას თუ არ გააკეთებ მაშინ იქნება ის ბოლო დაუდგა ავტორიტარებს და დადგება ეს ბოლო ასე რომ შეკითხვაზე გვეშველება თუ არა აუცილებლად გვეშველება ჩვენი სიმტკიცით ჩვენი მუყაითობით და ჩვენი გამჭრიახობით ბატონო მურმან თქვენ მიუხედავად თქვენი ოპტიმისტური ბუნებისა და თქვენი მებრძოლი ხასიათის ქონიათ შემთხვევები როცა გიფიქრიათ რომ აი თავზემოთ ძალა არ არის და უნდა შევეგუოთ ну ახლა მასეთი ფიქრი ბუნებრივი არის ასეთი ფიქრი ხანდახან მარტო დარჩები და იწყებ რაღაცებს ფიქს მაგრამ ეს არის რამდენიმე წამიერი წუთიერიც არა იტყვი რომ მოდი რა გალაპარაკებს გაჩუმდი და შენთვის იყავია რა მაგრამ ის იმ წუთში ქვეცნობიერი რომ გეუბნება არა შენ უნდა იბრძოლო შენ უნდა გააკეთო გასაკეთებელი შენ ბოლომდე უნდა მიაწვე და მე მგონი რომ საქმე არც ისე ცუდათაა როგორც მგონია და ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ პესიმიზმი არ გამაგონოთ ცრემლი თვალზე არ დამანახოთ ღიმილი სიმაგრე აი ბიჭები იგერ ხო ხედავ როგორ არ უნდა ვიყო ოპტიმისტი რამდენი ადამიანი ყავს დაჭერილი დღევანდელ ხელისუფლებას გისცებში ერთი კაციც არ გამოჩნდა რომ თავისი მოქმედება ან სიტყვა უკან წაეღო ნახე რა ეპოქაში ვცხოვრობთ და მერტმა გამომორჯოს ამ ხალხს რა აი ამაზე შეიძლება ამეცრემლოს აი ასეთ რამეზე რომ როცა გმირობის ამ მაგალითებს ხედავ მართლა სასწაული რაღაცაა ხო იმიტომ რომ ამ ეპოქაში ვარ გაზრდილი უზარმაზარ დისიდენტებს საბჭოთა წყობილებაშიც კი ძალიან მაგარი დისიდენტები იმათაც კი მოუნანიებია თავისი საქციელი და ნუ ახლა გასაგებია შეიძლება იქ პოლიტიკური მდგენელი ძალიან დიდია მაგრამ მაინც ეხამუშება ყურს და აი ბიჭები იბზივიან იქიდან წერილებით ადვოკატების გამოტანილი ინფორმაციით რომ არიან მყარად ძლიერად და ჩვენ უფრო ძლიერად უნდა ვიყოთ რომ ისინი ძალიან მალე თავისუფლებაში იყოსა და ამ ქვეყანას ეკუთვნის ისეთი ცხოვრება კაი ხალხი ვართ ჩვენ ნიჭიერი ხალხი ვართ გონიერი ხალხი ვართ ჩვენ გვეკუთვნის კარგი გონივრული სახელმწიფო აი ღირსეული ხალხი ვართ და ღირსეული სახელმწიფოც გვერგება ასეთი არა ასეთი პოლარიზებული რომ შენ ასეთი ხარ შენ ისეთი ხარ შენ ის თქვი მე ვთქვი ესო დასრულდეს ჩვენ ვიკამათოთ უნდა ვიმსჯელოთ უნდა ერთმანეთის წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ უფრო ისეთი საქმეებისათვის რომელიც სახელმწიფოს განავითარებს და ახლა იმაზე ლაპარაკი რომ ადამიანის ციხეში ჩავსვათ იმის გამო რომ თურმე რუსთაველზე ტროტუარიდან ფეხი მოდგა და 5000 ლარი და ჩემს მეგობარს ნადიმ ხალაძეს 175,000 ლარი აქვს შესატანი იმაში რა ქვია ჯარიმის სახით და 175,000 ლარი ეს არის ერთი დიდი ცხოვრება ხო მართალია ეს უზარმაზარი თანხა ნუ ესე ხალხზე დაწერილი მაგრამ ხომ ამას ვიღაცა ფიქრობს და ვიღაცა აკეთებს თქვენს პოლიტიკურ კარიერაში იყო გამარჯვებები ხო არა ერთი კი შეგიძლიათ გაიხსენოთ გამარჯვებები პოლიტიკაში პოლიტიკოსი გამარჯვებებს ზომავს შედეგებით და ეს შედეგები გამომჟღავდება როგორც წესი არჩევნებში ისე კი არ არის რაღაცა აი მაგ კალათბურთელი ფარში რამდენს შეაგდებს ფეხბურთელი კარში რამდენს შეაგდებს ხო და აი პოლიტიკოსისთვის გამარჯვებები ამ შედეგში საარჩევნო შედეგში და გამოჩნდეს მაგრამ აი სწორედ აი მაგის ერთი წუთით ყველა ხელისუფლების მოსვლა წასვლაში თქვენი წილი გაქვთ. კი. აი მაგას ამ თვალსაზრისით არის შედეგები, მაგრამ რა არის იცი მოგვიგია და ქვეყანა მოიგო ასეთი შედეგიც მქონია
პირადად მე მომიგია, პირადად მე და ჩემს თანამოაზრეებს მოგვიგია და ქვეყანამაც მოიგო, მაგრამ ისეთი შემთხვევაც მოხდა ქვეყანაში, პირადად მეც მოვიგე. ძალიან დიდი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირიც გავხდი, ჩემმა თანამოაზრეებაც და მხარდამჭერებაც მოიგეს, მაგრამ ქვეყანამ წააგო. აი ეს არის ბოლო უფრო კონკრეტულად 2012 წლის 1 ოქტომბერი საქართველოს ხალხისთვის წაგება აღმოჩნდა სამწუხაროდ. ჩვენ ხო მე ხო ოპოზიციაში ვიყავი. მე ხო ოპოზიციაში ვიყავი. მე ხო მიშას მოწინააღმდეგე ფლანგში ვიყავი. ხომ უნდა ვიამაყო და ვიტრაბახო იმით რომ მიშა დავამარცხე და მოვიგე. სინამდვილეში კი არ დავამარცხე, თურმე მიშას გაუმარჯვია და ჩვენ დავამარცხეთ. მიშამ გაიმარჯვა იმით რომ ნახე რა თქვა, გენიალური რაღაცა თქვა. იმ დღეს, როცა ეს არჩევნები დასრულდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, ტელევიზორში გამოვიდა რამდენიმე წუთში 8 საათსა და 05 წუთზე, ჯერ აი შემაჯამებელი ოქმი არ არის, ანუ ის მათემატიკა არის ანგარიშება, რომელსაც აცხადებს როგორც წესი CSGO. გამოვიდა და თქვა რომ მე დავამარცხდი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და წარმატებებს ვუსურვებ გამარჯვებულს. მე დავამარცხდი. და თურმე ამ სიტყვებში დამარცხება კი არა ყველაზე დიდი გამარჯვება, ეგაა გამარჯვება. რომ შენ შეგიძლია აღიარო ადამიანი, რომელმაც შენ დაგამარცხა, ასე ვთქვათ, კონკურენციულ ბრძოლაში. ჩვენ ხო ქვები არ გვისროლია და ესე თოფით ხო არ მოვსულვართ. ჩვენ მოვიგეთ ბიულეტენით, გახალდით, ხო? მისი სიხარული უფრო ძლიერი ყოფილა, ვიდრე ჩემისი. მე მიხარია რომ აი მე მოვიგე და პარლამენტის წევრი გავხდი და ხელისუფლება შევცვალე, მაგრამ მას უხარია რომ ხელისუფლების შეცვლა საქართველოში შეიძლება ადამიანის მარჯვენა და მარცხენა ხელით, ბიულეტენით. და თურმე ეს უფრო დიდი გამარჯვება, ვიდრე ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ გვეგონა. აი ერთი გენიალური კაცი იყო, რომელიც აღარ არის ამ ქვეყანას, თქვა, ჩვენ წავდგით ნაბიჯი წინ, მაგრამ ნაბიჯი ჩავდგით ცუდ ადგილას. გესმის, აი ესე ჭკვიანები უფრო შორს ხედავენ და აი ამ თვალსაზრისით მიშა აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც პირდაპირ გეტყვით, რომ ტოლი არ ყავს. ეს არის კაცი, რომელსაც აი პოლიტიკოსებს მეუბნები ხო ძალიან დიდი პატივისცემა მათ მიმართ. აი სააკაშვილთან მიმართებაში რა გადააფასეთ? აი რამგანა პირობა, პოზიცია გაქვს შეცვლილი. მე ვფიქრობ, რომ არა, მიშას კი, რა მე ახლა ოპოზიციაში წავედი 2000 როცა მიშა მოვიდა ხელისუფლებაში 2003-ში რევოლუცია მოხდა, 2004-ში უკვე საპრეზიდენტო არჩევნებია, მერე საპარლამენტო არჩევნებია, განმეორებითი არჩევნები ძველი პარლამენტი დათხოვნილი იქნა. მიშას ძალიან დიდი მხარდამჭერი ვარ და ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერი რეგიონალური მასშტაბით და ეხლა რო გითხრათ რომ მე საყვედური უნდა მეთქვა მიშაზე იმის გამო რომ ვაიმე შენ მოხვედი გაიმარჯვე ხელისუფლებაში და მე რატომ მიმატოვე და მე დავრჩი ისევის დოცენტი უნივერსიტეტში ასე არ იყო. აი მე მაგალითად პირდაპირ შემიძლია გითხრა არასდროს არ მithქვია ერთადერთი კაცი ვარ აჭარიდან ერთადერთი კაცი მეორე არ არის ესეთი როცა მიშა მოვიდა ხელისუფლებაში ორი თანამდებობა მომცა მე მაშინ დანიშნული თანამდებობები იყო ერთი იყო უმაღლეს საბჭოს წევრობა ანუ დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს წევრი გავხდი და ხელვაჩაურის რაიონის გამგებელი ზუზარმაზარი რაიონი იყო ეხლა დღევანდელი ხელვაჩაურის რაიონს არ გავს იქ იყო აეროპორტი იქ იყო რკინიგზა იქ იყო საბაჟო ძალიან დიდი ასე ვთქვათ ფინანსური თვალსაზრისითაც რომ იქაურ ადმინისტრაციას უფრო იოლად ემართა რეგიონი ასე ვთქვათ შემოსავლები რა გააპროტესტეთ რატო და მე ძალიან რესპუბლიკური პარტია წავიდა ოპოზიციაში და მე ამ დროს რესპუბლიკური პარტიის ხანძლივი დროის წევრი ვარ თითქმის 15 წელია 80-იანი წლების ბოლოდან და ეხლა რესპუბლიკური პარტია წავიდა ოპოზიციაში მე მაგას ვერ გავაკეთებდი და ამიტომ რესპუბლიკური პარტიას გავყევი მაგრამ ეხლა დღევანდელიდაც და ძალიან ადრეც მიფიქრია რომ აი რა იყო მიზეზი მაინც ოპოზიციაში წასვლის ანუ არ ეთანხმებოდით ხო უბრალოდ გაყევით აი ვერ ვამბობთ კარგად ვერ ხსნით აი ასე ვთქვათ პოლიტიკურ დონეზე მეცნიერულ დონეზე უნდა ახსნა რომ ოპოზიციაში რომ მიდიხარ ძალიან დიდი სარჩული უნდა გქონდეს საფუძველი უნდა გქონდეს ჩვენ ძალიან მალევე წავედით 2004-შივე და ახლა 2004-ში მიშას რა ქონდა ისეთი რომ ჩვენ ოპოზიციაში უნდა წავსულიყავით მაგრამ როგორც ჩანს ჩემზე ჭკვიანები არიან ამ პარტიაში და იმათ ჩათვალეს რომ ძლიერი ოპოზიცია ძლიერი ხელისუფლების საფუძველიც
როცა და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზიც. მაგრამ ნუ მე შევჭით ამ ოპოზიციაში და ბოლომდე 9 წლის განმავლობაში მიშას ოპონენტი ვიყავი. 2012 წლის 1 ოქტომბერს აკი ვამბობ რომ მიშა დავამარცხეთ, მაგრამ ეს მარცხი აღმოჩნდა ქართული სახელმწიფოს მარცხი და პირადად ჩემი მარცხი, რომლის გამოსწორება მე მალევე დავიწყე პირდაპირ უნდა გითხრათ. მე ძალიან მალე ბედნიერი ვარ, რომ ძალიან მალე გავიგე ვისთან მქონდა საქმე. აი დღევანდელი ხელისუფლების სახით. სამ თვეში წამოვედი მე ხელისუფლებიდან პირდაპირ გეტყვი. ეხლა ოფიციალურ დონეზე ერთ წელიწადში გამრიცხეს პარტიიდან. უკვე ასე ვთქვათ, გამაძევეს უმრავლესობიდან და პარტიიდან, მაგრამ მანამდე მე ვიქცეოდი ისე, როგორც ვიქცეოდი მიშას დროს, გულწრფელობით, რომ ეს ქვეყანა უფრო უკეთესი ყოფილიყო და წარმატებული ყოფილიყო. ესაა ჩემი ძირითადი ამოცანა. მეტი რა გვინდა ახლა. ხელისუფლება თუ მინდოდა, ხო დავამტკიცე რომ ხელისუფლებაში მე 2004-ში მოვედი და ძალიან მალე წავედი ოპოზიციაში. მე ხელისუფლებაში კიდე მოვედი, ძალიან მაღალი თანამდებობა შემხვდა კონსტიტუციურად. იმ პარლამენტიდანაც უმრავლესობიდან წამოვედი. საერთოდ უნდა გითხრათ რომ ამ არეულ ქვეყანაში, როცა დალაგებული არ არის, როცა აი ასეთი ვითარებაა, როცა რეჟიმი როცა სისტემა რეჟიმი სისტემურია, აი ოპოზიციას მაინცსა და მაინც თბილისის ხორება არ უწევს, უფრო ეკლებში ზის. მაგრამ ნუ ბედნიერი კაცი ვარ, ეს ეკლები უფრო მირჩევნია. კონკრეტული მიზეზი რომ მითხრათ რატო მეორე წამოსulis, ხო? არა, 2012 წლის 2 ოქტომბერს პირდაპირ გეუბნები და მე ხო ამბობ რომ ჩემი მიდრეკილება პოლიტიკოსობა კი არა, მასწავლებლობა უფროა. ისეთი კარგი ფსიქოლოგები მიკითხავდნენ ლექციებს უნივერსიტეტში და ძალიან ბევრი წიგნები წამიგითხია. აი ამას გულწრფელად გეუბნები. 2012 წლის 2 ოქტომბერს მეორე დღეს, როცა შემხვდა ბიძინა ივანიშვილი გამარჯვებული და უკვე ჰალსტუკებით და აი გაპრანჭულები და გესმის რა გვიხარია რომ ხელისუფლებაში მოვედი ამ კაცს რო თვალებში შევხედე მივხვდი რომ ეს კაცი დაღუპავს ქვეყანას 2 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი ზუსტად ისეთივე კაცი იყო როგორიც არის დღეს ისი რა მითხრა მეორე დღეს ბურმანო ისე აი თუ გატყვილებდე არა ადამიანი ვიყო აი მის აი ციტატას გეუბნებით მის ციტატას ბურმანო ისე დათვალე ისე გათვალე შენი ცხოვრებაო 20 წელი ვიქნებით ხელისუფლებაში ამას მეუბნება მეორე დღეს ადამიანი 20 წელი ხელისუფლებაში და მე უპასუხე რომ ძალიან ახლოს ვარ თვაში ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ბოლო 7 თვის განმავლობაში აი 1 ოქტომბრამდე არ არსებობს დღე რომ ჩვენ ერთმანეთს ან ტელეფონით მინიმუმ ან შეხვედრა არ ყოფილიყო 2-3ჯერ მე უპასუხე რომ მაშინ ჩვენ მოგვიწევს დასვლა ისე როგორც ასლანს მოუწია და კარგად მიპასუხა და რა გიპასუხა და მითხრა რომ არაო ჩვენ ისე არ მოიქცევით როგორც ასლანიო ჩვენ არავინ არ გაგვაგდებს ეს მითხრა ეს არის 2 ოქტომბერი. ანუ მას ეს გეგმა ჰქონდა, რომ ის უნდა მას შემთხვევით გაუმართლა რა ჩვენნაირი ადამიანების დახმარებით. კატასტროფაა. ქალბატონო, პირდაპირ გეტყვით, რომ არ გირჩევთ ხელისუფლებაში ხო არ ყოფილიყართ არასდროს არ იფიქროთ ხელისუფლებაში ეს არის უსაშინლესი ადგილი აი გამგებელი რო გავხდი აი ეპიზოდს მოგიყვები ასეთი მაგიდა რუსული ის კირილიცა როა ტე ხო იცი ასე მაგიდა დგას და აი ეს რომ მოქალაქე მოდის და რაღაცა უნდა ელაპარაკო შენ ასე პირდაპირ უყურებ და იმან აუცილებლად თავი უნდა მოატრიალოს რომ შენ და ვერ დავჯექი რომ მიშამ რომ გამგებლად დამნიშნა ვერ დავჯექი იმ სკომზე აქედან როგორ უნდა ელაპარაკო კაც ხო და ამ გამგებლის დიდი ოთახი იყო მახსოვს და ის იყო ერთი ოთახი უნდა გაგევლო დივანი დახვდებოდა და მე ის არეგულირებდა გამგებელთან შემოსვლას და ჩემი კაბინეტი გადავიტანე იმ შემოსასვლელ ოთახში აი პირველსავე დღეს აი და როცა შემოდიოდა მოქალაქე კითხულობდა გამგებელი ადგილზე და დივანი აგერძის და მისი ბედნიერი თვალები მახსოვს იმ მოქალაქის. თქვენ თუ გახსოვთ ბოლო კომუნიკაცია, ბოლო შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, როცა დატოვეთ ქართული ოცნება. კი, სადღაც 3 თვის შემდეგ დამირეკა, ამასაც მე ხო არ ვამბობ, ეს პირდაპირ პროკურატურის თემაა. მარტო ჩემი სალაპარაკო კი არ არის თქვენთან. აი 3 თვეში როცა უკვე მე ვჯიუტობ და მას რაღაცებში არ ვეთანხმები, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მირეკავს და მეუბნება მურმან ფრთხილად იყავი ქუჩაში არაფერი მოგივიდეს. ეს არის პირდაპირ კრიმინალური შემოტევა საქართველოს პარლამენტის წევზე. ამის შემდეგ რატო უნდა მომივიდეს რამე თქო არ იმიტომ რომ ვჯიუტობ, იმიტომ რომ მას არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ვაკეთებ იმას, რაც მე მწამს და რისთვისაც საქართველოს მოქალაქე მიმიყვანა საქართველოს პარლამენტში. გესმით?
მას ეს არ მოწონს. აი მაგალითად მახსოვს გაფრთხილება გაითვალისწინეთ? არა, გაფრთხილება გავაგრძელე ცხოვრება ისე, როგორც მიცხოვრია მთელი ამ წლების განმავლობაში და მე ერთი წელი კი იყო შემოთვლები, სიმართლე რომ შეურიგდეთ, რომ დაურიგდეთ, რომ რაღაცაში შეიძლება ჩვენ შევცით, რაღაცაში შენ ცდები, მაგრამ მე გავაგრძელე ცხოვრება ისე, როგორც ცხოვრობდი ერთი წლის მერე ამ დარეკვიდან ერთი წლის მერე გამრიცხეს უმრავლესობიდან და გამრიცხეს ქართული ოცნებიდან, რომლის დამფუძნებელი ახლა ვართ მე. აი ასეთია სამწუხაროდ ავტორიტარულ ქვეყნებში ადამიანების ბედი. ისინიც ამ ბედს გამოჭედავენ საკუთარი თავისთვის და ჩვენც ბუნებრივია საკუთარი ყველა ადამიანი საკუთარ თავზე აგებს პასუხსა და მე ბედნიერი კაცი ვარ რომ ამ ცხოვრებით ცხოვრობ. მაგალითად აი რატომ რომ მოკითხეთ. აი მაგალითად მოძრაობ მაჟორიტარი ვარ ამავე დროს და მოძრაობ მოქალაქეებში, მოსახლეობაში არც ერთი წერილზე იშვიათი გამონაკლისის გარდა წერილი ხო შემოდის რაღაც წერილები მოდის მოქალაქეებიდან რომ რაღაცა ჭირდება იქ რაღაცა გზის პრობლემა იქ წყლის იქ ბავშვის რაღაც ბავშვი რაღაცა არის სოციალური პრობლემები განსაკუთრებით არც ერთ წერილზე ვერ ვიტყვი მაგრამ უმეტეს წერილზე პასუხი არ მაქვს გაგზავნილი გახალდით ავდგებოდი და მივდიოდი მასთან მისამართი ხვა წერია და მასთან მივდიოდი და ველაპარაკობდი ეს არის ჩემი პლუს მირჩენია მოქალაქე ქახალზე ვერ ვიგებ მოქალაქეს რას ქახალდი არის მშრალი პასტა ცარცი გადატანილი ქახალზე იმით მშრალია მე ვერ ხვდები იქ რა უნდა მე ადამიანს უნდა შევხედო თვალებში რა უნდა და იცი რამდენ წესიერ რამდენ გონიერ რამდენ პატრიოტ ადამიანს ნახავ და რამდენ გაჭირვებულ ადამიანს ნახავს რომლის გამოსწორება შესაძლებელია ძალიან მარტივი მექანიზმით აი რასაც მე ვაკეთებ მიხვიდე მოეფერო და იმ დღეს გააბედნიერო და ის ბედნიერი ხდება მერეც გესმის მას უკვე ერთგული მეგობარი გამოუჩნდა მართალია ხელისუფლების სახით მაგრამ მეგობარი გამოუჩნდა აი ხელისუფლებაშიც არიან წესიერი ადამიანები ამას რო ფიქრობს და ტვინში დალეკავს რომ ხელისუფლება მისი მოკავშირეა თუ დაპირებად არჩევა მთავარი შენ უნდა შეეცადო აი როცა დაპირება ვეღარ სრულდება სწორედ მაშინ გადიხარ და დგები მოქალაქის გვერდით მე ახლა ვარ პარლამენტის დამლაგებელთან ერთად ვინ ჩვენ ყოველთვის მოგვიყვანა ხელისუფლებაში და ეს პარლამენტის დამლაგებელი ეს ავიჩემი რაღაცის ტერმინი ეს პარლამენტის დამლაგებელი შეცვლის ამ ხელისუფლებასაც და კიდევ მოგვიყვანს ხელისუფლებას რიგით ქართველს აი ეს რიგითი ქართველი მოგვიყვანს ჩვენ ხელისუფლებაში ეხლა კიდევ ერთხელ ვამბობ რომ აკრიატება კი არა რომ გინდა თუ არ გინდა ხელისუფლებაში უნდა იყო პირიქით ხო ვამბობ რომ არ დაჯდეთ ამ სკამზე ეს ცუდი სკამი აქედან ესა ცუდი მაგიდა აი ამ მაგიდან რომ ადამიანს უყურებს საშინელება არავითარ შემთხვევაში რაღაც გვალი მაგიდები უნდა არსებობდეს ან ასეთი მაგიდები უნდა არსებობდეს საერთოდ ეს კაბინეტის რა სისტემა ან მოქალაქე მიდის ხელისუფალთან და დივანეუბნება იცი რა არცალია რატო არცალია იმუშაოს ღამეში და დღისით მოქალაქე რო ადგამ ხელაგზა გამოიარა სოფლიდან ჩამოვიდა აი მოკლედ ისე უნდა მოვაწვოთ ჩვენ ცხოვრება რომ მოქალაქესთან გქონდეს მეტი ჰარმონია და ჰარმონია როცა დამყარდება ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის ჩვენი ქვეყანა ძალიან წინ წავა ჩვენ ვიქნებით ძალიან მაგარი ქვეყანა ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი ბატონო მურმან შემდეგი შეკითხვა მინდა დაგისვათ რომელიმე ლიდერთან ვისთან ერთადაც გიბრძოლიათ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ახლა ისურვებდით დალაპარაკებას. მაგალითად ასლან აბაშიძეს რას ეტყოდით? არა, ნუ ახლა ასლანი ძალიან ღრმადმოხუცი კაცია. თავისი ოჯახი ცხოვრობს იქ, ახლა რა არის მასთან პიროვნული ურთიერთობა არ მქონია, თუმცა იყო რაღაცა გადაკვეთა ჩემს ოჯახთან. თუ არ ვიცი. კი, უნდა თქვა. ნახე რა ხდება. ესე 2012-ში მოვდივართ ხელისუფლებაში. ხო? და ასლანი 2004-ში წასულია ხელისუფლებიდან და მე ჩემი პირდაპირ გეტყვით რომ ასე ვთქვათ ვერც ერთი აჭარული ოჯახი ვერ დაიკვეხნის იმას რაც მე შემიძლია დავიკვეხნო იმიტომ ჩვენზე დიდი წინააღმდეგობა როგორც ჩემო ოჯახმა გაუწია ასლანს ასეთი მოწინააღმდეგე აჭარაში არ ყოლია არა ყველაზე დიდი წინააღმდეგობა აქ არის ორგანიზაციული პარტიული ფინანსური გესმის აი ეს ყველაფერი რო შეიკრიბოს და აწონო ვინ რომელმა ოჯახმა გაუწია ჩემი ძმა, ჩემი ძმები, ჩემი ოჯახის წევრები და ასლანთან ხო მე პიროვნული ურთიერთობა არასდროს არ მქონია ვებრძოდით გაზეთით საარჩევნო ყუთებით ბიულეტენით და ქუჩით და 2012-ში მოდის უშიშროების მაღალი თანამდებობის პირი ასლანის ყოფილი და მეუბნება რომ თქვენთანო 15-20 წლის წინ რომ ადამიანი რო იმალებოდაო და თქვა
90-იან წლებში ჩვენთან იმალებოდა ერთი უშრების წარმომადგენელი კვირაია ებრძოდა მას და დედაქალაქიდან გამოექცა კვირაიას, ის ჩვენი ნაცნობი მეგობარია და იმალებოდა ჩვენს ოჯახში. ეს არის 90-იან წლები და დიდი ხანი ცხოვრობდა რამდენიმე ბევრი თვეების განმავლობაში და მე მეგონა მაშინ რომ ეს ასლანმა ვერ გაიგო, თორე ასლანი კვირაიას მეშვე კვირაია და ასლანი ხო კავშირში იქნებოდა და აიყვამდნენ ამასაც ჩვენს დაგვაპატიმრებდნენ, ხო? და ეს 2012-ში რომ ხელისუფალი გავხდი და მაღალი თანამდებობის პირი, ეს აბაშიძის წარმოადგენელი ეს მაღალი ეს სამხრივიანი კაცი ჩინოსანი მეუბნება რომ თქვენთან 20 წლის წინ რო კაცი რო იმალებოდა ოჯახშიო ესა დაახლოებით 96-97 წელი იყო იმ კაცის შესახებ ჩვენ ვიცოდით რომ იცოდეო ახლა ყველაფერი დასრულებულია ასლანი წასულია მიშა ხელისუფლება დასრულებულია ახლა შენ ხარ ხელისუფალი და გეუბნები რომ ის კაცი ვინ ჩვენთან იმალებოდაო თქვენს ოჯახში იმალებოდაო იმ კაცის შესახებ ჩვენ ინფორმაცია გქონდაო და გამიკვირდა გასა რანაირად გქონდა მაშინ რატო არ დაიჭირეს და მითხრა რომ იცი რა მოხდაო და რა მოხდა მეთქი და ასლანს შეუტანა ინფორმაცია და უთხარი რომ მამას ნოშრევანი ერქვა ნოშრევან დუმბაძის ოჯახშიო იმალებაო ის თბილისიდან კვირაიას რომ უშრების პოლკოვნიკი გამოექცაო და იმ ოჯახში იმალებაო და ასლანს უთქვია რომ თუ იმ ოჯახში იმალებაო ესე იგი დასამალია გესმით და ხელი არ ახლობთ ანუ თანადგომის გამოცხადება ანუ ემპათია ხო მასაც გაუჩნდა და რახან ეს კაცი გაჭირვებულს იფარებს მე რა უფლება მაქვს რომ გესმის კიდე რაღაცაში იქნებოდა არა მე მგონი ეს არის ეს არის და ეხლა შეხედე ეხლა დღევანდელი ხელისუფალი რას ამბობს დღევანდელი ხელისუფალი ამბობს რომ ნულოვანი თანადგომა არ იქნება გესმის ეს ხო თანადგომა რას ნიშნავს იცი შენ ხარ მე ეს არის თანადგომა და ეს ამბობს რომ შენ მე არ ხარო შენ ეგდე გისოსებში შენ გქონდეს გაჭირვება მე მეკნება 15000 ლარი მე ყოველდღე რესტორანში შევჭამ შენ არაფერი არ უნდა შეჭამ გესმი აი ამ სოციალ მოკლედ შენ ვერ იქნები თავისუფალი მე უნდა ვიყო თავისუფალი ჩემი შვილი უფრო წარმატებული უნდა იყოს შენი შვილი არ იქნება წარმატებული არაუშავს მე ამ თანადგომას გესმის და აი კაცი აცხადებს რომ თანადგომა არ მექნება არავის მიმართ ცუდია მენტალური ამბავია როგორ წარმოგიდგენიათ ხელისუფლება აი თქვენთვის მოსაწონი ხელისუფლება აი პირადად თქვენი მოსაწონი ხელისუფლება როგორი უნდა იყოს? ღია უნდა იყოს, ძალიან ღია და უბრალო. აი კიდევ ისე იმ 1 ოქტომბერს დავუბრუნდები, იმიტომ რომ რაღაც მგონია რომ მიშას მიმართ მე ისეთი მიუტევებელი შეცდომა მაქვს დაშვებული რომ სულ ბუდიშის ხთა მომიწევს სანამ მიშა ციხიდან არ გამოვა და სანამ მისი რეაბილიტირება არ მოხდება ოფიციალურად. იმიტომ რომ მგონია რომ ეს კაცი ყველაზე სახალხო პოლიტიკოსი იყო. მას აი ასეთი ტიპები გვჭირდება კაცი რომელიც ცხოვრობს მინაში და კაცი რომელიც დაცვას გაექცეოდა აი ასეთი შემთხვევები მგონია მე მაშინ ოპოზიციაში ვიყავი პოლიტიკური თანამდებობის პირი ვიყავი მაგრამ მე ხო მინახია რამდენიმე მეტროში დაცვას გაექცეოდა და მოქალაქესთან მივიდოდა და შეეძლო სუფრაზე დამჯდარიყო მოქალაქესთან ერთად ესადილა აი მოქალაქის ჭყვაზე და როცა მის ოპოზიციაში იყავით, მაშინ არ გიფიქრიათ ამ დეტალებზე? არა, ახლა იცით რა არის? პოლიტიკის გარეშე შეგიძლიათ ცხოვრება. ცოტა სიტყვას კი ვამბობ, მაგრამ სპეციალურად რომ გაიგო. გადაცემის პარტნიორია წყალინთის. იცხოვრეს სრულყოფილად. და როცა მის ოპოზიციაში იყავით, მაშინ არ გიფიქრიათ ამ დეტალებზე? არა, ახლა იცით რა არის? ოპოზიციაში კი ვიყავი, მაგრამ მგონია რომ მაინც წესიერი ოპონენტი ვიყავი. ახლა მე მიშას არ ვაკრიტიკებდი იმის გამო, რომ მაღალი და ლამაზი იყო, არა? ბევრი აკრიტიკებდა ამის გამო. ახლა მაგრამ ვერ მოიტანს. ერთ ჩანაწერს რომ მისმა მეუღლემ თირკმელი მოიპარა და გაყიდა. ასეთი სისულელე მე მე ვაკრიტიკებდი ბევრ რამეში, განსაკუთრებით პენტენციალურ სისტემაში, დემოკრატიის შეზღუდვა იყო საკითხები, საკადრო პოლიტიკა იყო საკითხები, რომელშიც კრიტიკა მოსულია და უნდა იყოს კრიტიკა. მე ვფიქრობ, რომ მაგრამ მისი შეცვლა
ბიძინა ივანიშვილით აღმოჩნდა კატასტროფული შეცდომა და აი დღეს მივედით იქამდე რომ აი ადამიანებს, ვინც პოლიტიკასთან კავშირშია, ვინც პოლიტიკით ცხოვრობს, იმას ოფიციალურად უნდა აუგრძალონ აქ ყოფნა. კი ვერ აკრძალავენ, ხახალძე გამოვა, კი კანონი იქნება. საქართველოს პარლამენტი, ეგრეთ წოდებული პარლამენტი მიიღებს ამ კანონს და იქნება კანონიერი, მაგრამ ლეგიტიმაცია არ იქნება, ანუ არ იქნება სამართლიანი. სამართლო იქნება და ის ვინც რუსთაველზე დგას 300 და 1 წლის განმავლობაში და ვინც გააგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისათვის, ის ამას არასდროს არ აღიარებს. აი, სწორედ ლეგიტიმაციის საკითხია გამორჩეული. თქვენი მაშინდელი თანამებრძოლები იზიარებენ ამას? კი, აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი მეგობრი, მე ცოტა ურჩი კაცი ვარ და ჩქარა ამჩხლი და ძალიან სწრაფად ხვებულობ და პირველად რომ სამ თვეში რომ აი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირ ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს პარლამენტის წევრი და როცა მალე გადავწყვიტე რომ ოპოზიციაში წავსულიყავი, ჩემი მეგობრებიდან უმეტესობამ არაო გამომტყუნა. მაგრამ ეხლა არ გავა რუსთაველის პროსპექტზე დღე რო იქ არიდგნენ ისინი და ბათუმში და წერილები და მესიჯები და აქტიურობა ახლა ხო ცოტა სხვანაირი ცხოვრება მოვიდა სოციალურ ქსელებში და შემდეგ. ანუ არიან ადამიანები, რომლებიც ცოტა უფრო ჩქარა დაინახავენ. აი მაგალითად ცხონებულმა კახაბენ დუგიძემ ეს დაინახა 2012 წლის 1 ოქტომბერსვე. და მე დავინახე 2 ოქტომბერს. იმან დამასწრო რამდენიმე საათით. მიშამ დაინახა 1 ოქტომბერს, რომ ეს იყო შეცდომა. და იმიტომ მოგვიგო, იმიტომ ვამბობ, რომ მიშა თუ მოგვისმენს ალბათ ნახავს ამ გადაცემას. შენი ავტორიტეტია, აი მიშას ვეუბნები. შენი ავტორიტეტი დღეს გაცილებით მაღალია. იმიტომ რომ ახლა ჩემზე სახალხო პოლიტიკოსი შევეჯიბრები ნებისმიერს. რომ მე მიყვარს ადამიანებთან სიარული, ოჯახებში სიარული, ადამიანებთან მისვლა, აი სადაც კომპაქტორს დავინახავ ხო, იქ მივალ და აი გუშინ თბილისში ბათუმიდან მოვდიოდი, ესე სიმინდს ყიდდა ის რა ქვია და გავაჩერე ვიყიდე და ეგრევე ცხადია ეს პოპულარობა არ ცნობენ და რამდენიმე მოგროვდა და 1 საათი ვილაპარაკეთ და ცოლი მეუბნება რომ მიტინგს ატარებ თუ რა გჭირს წავედით. ხო და არა ის მომწონს, იმიტომ აზრები იქ არის. იქ გაიგებ შენ რა უჭირს და რა არ უჭირს მოქალაქეს. წყაროზე. ხო, აი წყარო, ეგ არის წყარო რა. აი მოკლედ გონია რომ მე ვარ წყაროს პოლიტიკოსი მოქალაქე. აი წყარო უფრო მიყვარს, ვიდრე ის ტესებური კაბინეტი, სადაც უნდა დაჯდეს ეს კატასტროფა. ხო და აი მიშას ვეუბნები დავასრულე რომ მიშა შენ უფრო დღეს რატო იცი? დავდივარ ამ მოქალაქეებში და არ არის 3-დან 2 კაცი შეგეკითხება მიშა როგორ არის. თვითონ კი იცის. როგორ არის ის ახლა ამ ქსელებისა, ამ ტელევიზიების და ამ ეპოქაში, ციფრულ ეპოქაში ყველაფერი იცის, მაგრამ ამით შენ წამოგაგოს უნდა რომ დაგაწყებინოს ლაპარაკი, რომ მან გააბას შენთან პოლიტიკაზე. როგორ არის მიშა და მე რეიწყებ რომ მიშა კარგად ესე არის იქა ანუ მიშას 2012 წლის 1 ოქტომბრის იმ გადაწყვეტილებამ, იმ განცხადებამ, რა განცხადებაც გააკეთა, ეს იყო გამარჯვება საქართველოსთვის და მე ვისურვებდი რომ როგორც 1 ოქტომბერს ხელისუფალი შევცვალეთ საარჩევნო ყუთთან, საარჩევნო ბიულეტენით, მარჯვენა და მარცხენა ხელით. აი ასე უნდა შევცვალოთ და ეს იქნება ბედნიერება და მოკლევადიანად ავირჩიოთ. აი ეს უკვე დამოკიდებულია პარლამენტის დამლაგებელს და ის აკეთებს ამას, მაგრამ აი ურჩობს, უფროსი ურჩობს, თორე ის დღესაც ამას აკეთებს, ის გაცილებით წესიერია, ის გაცილებით ნიჭიერია, ის გაცილებით კარგად სახელმწიფოებრიად ფიქრობს, ვიდრე საქართველოს პარლამენტის წევრი, რომელიც შემთხვევით არის მოხვედრილი იქა და ნუ გასტუკით დადის, მეტი არაფერი. მეგობარი თუ დაგიკარგავთ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო. არა, იცით რა, ყველა მეუბნება რომ ცხოვრებაში უფრო რბილი ხარ ვიდრე ტელევიზიაში. მე არ დამიკარგავს და იმათ რომ ერიდება ჩემთან ურთიერთობა ეს გასაგებია, მაგრამ მე იგივე პატივისცემით ვეპყრობ და იგივენაირად მიყვარს, იმიტომ რომ განსაკუთრებით რეგიონალური მასშტაბით 90-იან წლებიდან მოყოლებული, ვინც მაღალ პოლიტიკაში შევიდა, ძალიან მაღალი თანამდებობის პირები რო გახდნენ, მე როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ჩემი პირადი დამსახურება ოჯახიდან გამოტანილი ხალხი მყავს, რომელიც ქალაქის მერები გახდნენ, რაიონის ხელმძღვანელები გახდნენ, მუნიციპალური მერები გახდნენ, პოლიციის უფროსი. აი ეს ხალხი გამოყვანილი მყავს პირდაპირ ეკა სახლებიდან. აი ახლა იმათ ერიდებათ, მაგრამ ნუ ახლა სწორად ერიდებათ პრინციპში, მაგრამ მე არ მერიდება. მე ისეთნაირად მიყვარს და ისეთნაირად ვაფასებ. ნუ დაბნეული არიან, ცუდად იქცევიან, ძალიან ცუდად სახელმწიფოს მიმართ, მათი შვილების მიმართ იქცევიან ცუდად. მე ვერაფერს ვერ დამიშავებ. აი ღალატის თემა 4 ოქტომბერზე ბევრი აგორდა.
მიღალატა ვიცი იმან მიღალატა ამან მიღალატა კაცი რო ვიტყვით მიღალატა მე მეცინება რა უნდა როგორ უნდა მიღალატო როგორ მიღალატოს მე კაცი ამხსენთ უღალატებს მისთავს მე რა უნდა მიღალატოს ასე რომ თქვენ შვილებს ღალატობთ თქვენ და თქვენ საკუთარ ოჯახებსა და თქვენს ახლობლებსა და მე ვერ მიღალატებთ იმიტომ რომ მე მაინც გავაგრძელებ ცხოვრებას ისე როგორც სურს და როგორც მიმაჩნიას შეიძლება ეს არ იყოს სამართლიანი მაგრამ მე ასე ვფიქრობ და ამიტომ მოგიწევთ დაფასება როგორც პოლიტიკოს საზოგადოება კარგად გიცნობთ თუმცა თითქმის არ არსებობს ინტერვიუ, სადაც თქვენს ცხოვრებაზე, ოჯახზე, ან პირად ემოციებზე საუბრობთ. შეგიძლიათ ოჯახზე მომიყვეთ, შვილებზე. გადავიდეთ ხო პოლიტიკიდან. ხო ესეც პოლიტიკაა ოჯახი. აღარ მინდა პოლიტიკა ოჯახი. ეხლა გუშინ ცოლმა რომ მანქანიდან მომაძახა მიტინგს ხო არ ატარებ წავედით. ეს კეთინოს 18 წლის ასაკში უკვე შვილი ყავდა. ჩემს მეუღლეს. ანუ მე ადრე და 24 წლის ასაკში უკვე შვილი მყავდა. ახლა ჩემი შვილი არის 40 წლის გახდა უკვე კაცი არა. ქალი შვილი მყავს კიდევ ის ამერიკაში ცხოვრობს დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა იმდენი მოახერხე რომ აი ახლა ჩამოვიყვანე აქეთ. ბავშვებს ცოტა ქართულში. ქართული ლაპარაკი იმდენად არა ქართულში აზროვნება უჭირს. ანუ გესმით ხო? ქართველობენ რა. და მინდა რომ იქართველონ და ამიტომ ეს ტკივნეული ამბავია ძალიან ჩემთვის ძალიან. მე ხო ეს ემოციური ტიპი ვარ და უფრო ტკივნეული, მაგრამ ეგ არის რომ ჩემი შვილეს იძეც და ქალიშვილიც ისე გაგებით ეკიდებიან დიდი სიამოვნებით წამოვიდნენ სკოლაში მივიყვანეთ ბავშვები ჩამოვიყვანე და აქ მივიყვანე სკოლაში. ერთი არის მე-10 კლასელი, მეორე არის მე-5 კლასელი. სულ გადმოვიდნენ ან ხო, ანუ გადმოვიყვან, როგორაა იცი, იქ იმდენად ფუნდამენტალურად ცხოვრობენ ამერიკაში, რომ გადმოსვლა. ეხლა ეგა ცხოვრება ქვეყანა მსოფლიო დაპატარავებულია. ეხლა შეიძლება ოჯახი გქონდეს ამერიკაშიც, ავსტრალიაშიც, იაპონიაშიც, თუ შენ მოძრავი კაცი ხარ და შემოქმედი ხარ და შეგიძლია ეს ურთიერთობები, ყველგან ააწყობ ცხოვრებას, მაგრამ თვითონ ის კონკრეტულად საკითხი, რომ ამ ბავშვებს ევლოთ ქართულ გარემოში მართალია ახლა ქართულ სკოლაში ვერ დავსვი, იმიტომ რომ გაუჭირდებათ ეს წელი. ამიტომ ქართულ-ამერიკული სკოლაა, მაგრამ ნუ მომავალ წლიდან ალბათ მაგასაც შევძლებთ, მაგრამ აი უკვე სექტემბრიდან აქ გადმოვიდნენ და უკვე დაიწყეს ქართულში ცხოვრება. პატარა ბავშვიც ხავთ მესამე. აი ეს გოგო რომელიც 3 წლისა ჭიკჭიკებდა სულ ინგლისურად, ხო? ეხლა ჭიკჭიკებს ქართულად, უკვე ძალიან სწრაფად სწავლობს. აი ესაა ჩვენი ცხოვრება და ოჯახი რო გაინტერესებს და კიდევ მეოთხე შვილი ვყავს, ჩემ ვაჟს ყავს შვილი, რომელიც არის მე-8 კლასელი, ის თბილისში ცხოვრობს და ის ქართულში ცხოვრობს. ის ნამდვილად ქართულში და მინდა რომ ყველამ ქართველმა, ანუ ეთნიკურმა ქართველმა ასე ვთქვათ, მოდი ვინც იაზე მთავრდება ძეზე და შვილზე, ქართულში ცხოვროს ჯობია. მაგრამ ეს კი არ ნიშნავს რომ ჩაიკეტოს ამ ქართულში. უბრალოდ ქართულში ცხოვროსა და სოფლიო შეითვისოს და შეისწავლოსა და ქართული გაიტანოს. გააბევროს ქართული სხვაგან. ეგ არის ჩემი ამოცანა და აი ამ ტიპის ცხოვრობ. ოჯახის მხარდაჭერა რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკოსისთვის. დედაზე გეტყვი. აი ხო თეატრალურობა არ მიყვარს, აი თქვენ რაც გამოცხადეთ რომ ღიაა, შემოსვლის დროს რო თქვით, გამიხარდა, მართლა ღია ვარ. და ერთი ოპონენტი ვარ, ეს მიშასტროა და ტელევიზიაში ვზივართ და ოპონენტი მიზის ნაცმოძრაობით, მაღალი თანამდებობის პირი და არა და მის ოჯახს ვიცნობ, მის მეუღლეს ვიცნობ, მის მამას ვიცნობ განსაკუთრებით და ძალიან კარგი ოჯახი აქვს და იმ დროს ოპონენტი ვარ და რაღაცებს მიქარავს, მაგრამ მე ვინდობ, გესმის ისე ვატრიალებ. ოჯახის ხათრით. ხო, ოჯახის ხათრით და რო დამთავრდა ეს დებატები, მივედი სახში და დედამ მითხრა რომ რას გავდი დღესო, დედა ჩემო. რა ხდება მეთქი და მსახიობობა არ შეიძლება როგორიც ხარო ისეთი ღავი არ დამოვიწყდება. ანუ დაგეტყოთ რომ რაღაცა ხო, ესე იგი რაღაცას ენას გესმის ვოკაკული ენით. დაგეტყოთ რომ ინდობდით. ხო, კი. აი დედამ მითხრა რომ ანუ აი ახლა ოჯახის მხარდაჭერა როგორია რომ მითხარ ოჯახის მხარდაჭერა აბსოლუტური სრული 100%-იანი
ყველა დროში ყველა პოზიციას იზიარებდნენ? კი, იმიტომ რომ იციან რომ ეს არის გულწრფელად გაკეთებული საქმე და რაიმე გამორჩენისა და რაიმე რაღაც წინაპირობების დათქმის გარეშე ხდება ეს. ეს არის გულწრფელი წადილი იმისა რომ გაკეთდეს ისე როგორც მე მსურვ. შეიძლება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ეს არის ფალს, არ ვარგა. მაგრამ ასე მწამს და რაღაცა ასე გწამს, ესე იგი ასე უნდა აკეთო. როგორც კონკრეტულ იმ დროს გჯერათ? აი ჯეროდა რომ 1 ოქტომბერს მიშას შევცლიდით. დავაწყნარებდით ამ ქვეყანას. უნიკალური იდეალური ვარიანტი იყო. ეგა. იდეალური ვარიანტი. აი რომ ვერინატრებ იმისთანა. აწყობილი სახელმწიფო სტრუქტურები, პოლიცია, ჯარი, საზღვარი, ბიუჯეტი, საგადასახადო ზისი, ხალხმა დაიწყო კამრის გაკეთება მანქანაზე. ხო გვიჭირდა ჩვენ ხო ცოტა კანონთან ცოტა მწრალად ვართ უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ კანონის მიხედვით ხო არ ვიცხოვრია ჩვენ არასდროს. უძველესი 1000 წლის ჩვენ ცოტა სხვანაირი ცხოვრება გამოვიარეთ, სხვა სოციალური ტიპაჟები ვართ ქართველები. მაგრამ ხო ვისწავლეთ და აწყობილი ქვეყანა ყველაფერი აი დისციპლინა, განსაკუთრებით დისციპლინა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სკოლაში რომ შედიხარ და სკოლის ეზოში რომ საქართველოს დროშა ფრიალებს და პირველ კლასელი რომ შედის და პირველი დროშას რო ხედავს, მე მასწავლებელს გესმის, ეს ყველაფერი აწყობილი უნიკალური შანსი და გაუშვით ხელიდან. აი შეცდომა მოგივიდა, მაგარი შეცდომა და ძალიან უნანო გამოსწორდება, ეს ყველაფერი გამოსწორდება, ქვეყანას ძვირად დაუჯდა, მაგრამ გამოსწორდება აუცილებლად. დაუბრუნდეთ თქვენს ოჯახს. დიახ. ხო, ესე იგი ხო. ნუ ეხლა მე მშობლები აღარ მყავს, ცოცხალი დედა კაკალა შერვაშიძის ქალბატონი იყო აფხაზი წარმოშობით ძველი. 300-400 წლის წინ არიან აფხაზეთთან ჩამოსული აჭარაში. 350 წლის წინ. მამაც აღარ არის ცოცხალი. სხვათაშორის მამა ძალიან გულშემატკივრობდა ისეთი კაცი იყო, რომ მე უფრო მოლაპარაკე ვარ, ის უფრო სიტყვაძუნწი კაცი იყო და თანაც მასე ამბობდნენ, რომ კაცი რომელიც არ ცინის. არ ცინის? ხო, ასეთი თითქოს კაცრი კი არ იყო, ისეთი ბუნების ისეთი კაცი უფრო რაღაცნაირი და აბაშიძის წინააღმდეგ ბრძოლაში მაგრა გვიჭერდა მხარსა და ვერ მოესწრო ისე მისი ხელისუფლებიდან გაშვებამდე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა მამა 83 წლის ასაკში. დედა გარდაიცვალა 99 წლის ასაკში. კაროდი ცხოვრეს საერთოდ მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ მშობლები საუკეთესო, ძმები საუკეთესო და საუკეთესო, მეუღლე საუკეთესო, შვილები საუკეთესო, ბიძაშვილები ნათესავები საუკეთესო, თქვენი ზახით რომ ოჯახის მხარ და ოჯახისა კი არა ეკა. ვერ ნახავთ ჩემს სანათესავო წრეში ადამიანს, რომელსაც პოლიტიკური თვალსაზრისით, ხო ამას მეკითხა, პოლიტიკური თვალსაზრისით ნებისმიერ დროს ჩემზე მხარდაჭერა არ გმა, ასეთი იშვიათია. ახლა იტყვით რომ ნახირივით ხო არ არის ნახირივით. იმიტომ რომ გულწრფელი უნდა იყო, რომ დააჯერო უნდა რომ შენ რასაც აკეთებ. რასაც აკეთებ, გულწრფელად აკეთებ და აი გულწრფელობაში მოგხვებიან. მაგრამ თუ შენ ახლა რაღაცას გამიზნულად აკეთებ, მაშინ არ გამოხვებიან. მაშინ როგორი მამა ხართ? რავი, ჩვეულებრივი მგონი, რავი. მეგობარი. ეხლა კი. აი ისე გაირბინა ამ წლება ისე ჩქარაგარვის ეს წლები, რომ აი ხალხთან ხშირად აი ბოლო 2-3 წელი როცა უცხოეთში ვიყავი, მაშინ მომიწია პირველად რომ სადილზე ერთად დავჯდეთ ოჯახში. სულ გარეთ ვიყავი. ის რთული საბრძოლველი თემაა, პოლიტიკა არის ძალიან რთული. თუ შედიხარ ამ პოლიტიკაში, ღრმად თუ შედიხარ, ძალიან რთულია და შეიძლება ვიძახი რომ ისეთი დრო მომესწროს, რომ აი ქეთინოს ერთად სადილი ვჭამო. შვილების ერთად სადილი ვჭამო და აი ეს ისე გაიპარა ამ დრომ, რომ აი ახლა ჩემი შვილი არის შორეულ ნაოსნობის კაპიტანი, მაღალი თანამდებობის პირია ზღვაში. ის ძალიან მაღალი კლასის გემებზე ცურავს, სუპერტანკერებია, შავ ზღვაში ვერ იცურებს ისეთი გემი. წყალის სიდიდე არ ეყოფა იმ ზღვას, იმ გემს, იმდენად დიდი გემებით ზეცურავს. მიხვდით, ის თქვა, ოკეანებში მხოლოდ. ქალიშვილი წარმატებულია, შვილიშვილები საუკეთესო. არა, მე მგონია რომ ბედნიერი კაცი ვარ და მე მიხარია და ხალისობ ცხოვრებით. ასე რომ ღმერთმა ბედნიერი გიმყოფოთ. ოჯახი, შვილები და ერთი შეკითხვა მაქვს. დიახ. გარკვეული პერიოდი არ ჩანდით ქვეყანაში, არ იყავით, ეს პოლიტიკური პაუზა იყო. ხო, კი, ახლა მე გვახსენე, რომ რაღაც ბოლო წლები მომიწია უცხოეთში ყოფნა. მე მივიღე
მე ჩემი შვილი რო ამერიკაში ცხოვრობდა, მე ძალიან მარტივად მომცეს მწვანე ბარათი. ეს არის თითქმის მოკალე. ერთადერთი არჩევნებში ვერ ვღებულობ მონაწილეობას, თუმცა იმდენად მაინტერესებს იქ რომ გაიმართება თვითმართველობის არჩევნი რაღაცა, გავბივარი, დამკვირვებლად არგინეთ. კი, გავიცანი ხალხი მოვდივარი, ვაკვირდები რანაირად აკეთებენ. ისე ჩაატარებენ არჩევნებს, რომ არავით არის თვითონში კაცი რა არის, ყველა ჩააგდებს, გამოვადა, იცინი ისე ბედნიერად ვიდის სახში, რა უბედურება ხჩის. დამთავრდება ეგ დრო. ხო და აი მომიწია ასე მწვანე ბარათით მწვანე ბარათმა მიშველა რომ მე ხო არ ვიცოდი იქ არის პრევენციული მედიცინა ამერიკაში განსაკუთრებით და ქალიშვილმა ამიჩება რომ გინდა თვარგე ხო აი ყოველ 6 თვეში ხო და ერთ-ერთი მორიგის შემოწმებისას ერთი ფერატკანიანი ექთანი იყო ბიჭი რომელმაც მარტივი ეხოსკოპიით რაღაცები გამსინჯა და მე რაღაცა დაეჭვდა. მე ერთი კვირის შემდეგ პროფესორი მირეკავს უკვე იქაური რომ შენ უნდა გამოცხადდეო იმაშიო საავადმყოფოში. მივედი საავადმყოფოში და მითხრა რომ თირკმელზეო სერიოზული ლაქაა დიდიო. რომელიც უნდა დავაკვირდე თუ რა ხდება. და სიმართლე გითხრა შემეშინდა. მე ხო ძალიან ქართულში ვცხოვრობ და ძალიან შემეშინდა და ავიღე ბილეთი და წამოვედი საქართველოში. მე წამოვედი და ეგრევე თბილისში მივედი ექიმებში აქ. იმათ არენდე? იმათ არ ვენდე. აი სიმართლეს გეუბნები. იმათ არ და უთხარი რომ 100 მითხრეს მეთქი და გადამიღეთ MRI რომ დააკვირდით იმ ადგილს. და მათ მითხრეს რომ ცუდად არის საქმე, ლაქა არის საკმაოდ დიდი და მას სჭირდება თირკმელს სჭირდება ამოღება. ვაიმე ამოღებას სულ გავგიშდი კაცო. მაგრამ შეგეშინდება მეტასტაზი არ არის წასული, ისი არ არის ასე ამიხსეს. ძალიან მაღალი პროფესიონალები აქაც. იმიტომ რომ პრაქტიკულად რაც იმ კაცმა მელაპარაკა, მე უბრალოდ ვთხარი რომ დააკვირდი. ზუსტად იგივე მელაპარაკა ამანაც. ავიღე ბილეთი და გავფრინდი ამერიკაში უკვე. ჩავედი იქა და იქ კიდევ დაკვირვებები 3-4 თვის განმავლობაში, 5 თვის განმავლობაში და მითხრეს რომ არავითარი ამოღება არ უნდა, ამასო ისე მოუჭრითო. რომ ყველაფერი იქნება ვითომ შენ ვერ მიხდები მაგას რომ ვითომ არ გაქვს და მართლაც მოკვეთეს ამას კარგო დრო დაჭირდა ამოკვეთეს გადააგდეს და აღმოჩნდა რომ ეს იყო ჰემორაგიული ჩაქცევა და არავითარ სიმსივნესთან კავშირი არ აქვს და ეკიმა მითხრა რომ შენ ხარ აი რომ მივედი შენ ხარ აი კაციო მინდა რომ ხშირად მოხვიდე ჩემთან ვილაპარაკოთო შაყირისტი კაცი ხარო მაგრამ ჩემთან არ ხარ მოსასვლელი აღარ ხარ მოსასვლელი წადი და ინავარდეო. ჯანმრთელობას გისურვებთ არ გეშინდეთ. რა არის ახლა გეტყვი. ასე რომ ცხოვრება გრძელდება. მაინც მოვიგებთ, მაინც ბიბძოლებთ ბოლომდე და მაინც უკეთესად ვიქნებით. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ბატონ მურმან, თავისუფლება რა არის? თავისუფლება ის არის, რასაც ახლა მე ვაკეთებ. ეგ არის თავისუფლება. შენი თავისუფალი რო ხარ, ეს არის თავისუფლება. მაგარი სიტყვა ქართველებს როგორ უფალთან დაკავშირებული აქვთ, ხო? ღმერთი გაჯილდოებს ამ უფლებით და ღმერთი გაჯილდოებს და შენ იზღუდავ. რა უბედურებაა რა? რატო შენ ღმერთმა მოგანიჭა ეს უფლება, რომ იყო თავისუფალი? და ამ დროს შენ იზღუდავ თავს, ძალიან ცუდია. მეწოდება ის ხალხი, ვინც თავისუფლებას უზღუდავს საკუთარ თავს. არ უნდა შეზღუდოთ. მარცხს ადვილად ეგუები. ნუ მარცხი გააჩნია, თუ ბრძოლაში მარცხდები არ ავშავს. და თუ მოდუნებული ხარ და მარცხდები, მაშინ შეიძლება ვერ შეეგუო და მე არ ყოფილა შემთხვევა, რომ მოდუნებული დავმარცხდები, ბრძოლაში დავმარცხებული ვარ. მე რა. კალათბურთელი მინახია, რომელიც ისვრის კალათში ბურთებს, მაგრად აგდებს, მაგრამ რომ დაუთვალო, რამდენი ვერ ჩააგდო, რამდენიც გინდა. თქვენი გამლილი ცხოვრების თავარი მარცხი მაინც რა იყო? როგორ თვლით? არა მგონია რომ ძალიან სერიოზული მარცხი რაიმე არა ასეთი არ მაქვს მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი იყო წარმატებული მაგრამ აი იმას რასაც ახლა ვიმკითხა რა შედეგებიც აქვს ქვეყანას ამაში დიდი წვლილი მაქვს შეტანილი და ეს ალბათ ერთ-ერთი სერიოზული ეს უფრო სინანულია ნუ მარცხს ვერ დავარქმევდი და გამარჯვება ყველაზე დიდი ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემი აი ეს რომ თავისუფალი ვარ აი ეგ არის რომ ბრძოლის უნარი მაქვს რომ ვერ ჩერდები რომ შემიძლია რომ ვიფიქრო ყოველდღურად ისე ბრძოლაზე და ვიფიქრო გამარჯვებაზე მარცხის გამოცდილებით აი ეგ არის ყველაზე დიდი გამარჯვება მე მგონი გამომდის
რომ არა პოლიტიკა, ახლა იქნებოდით მე მათემატიკოსი მეცნიერი. კი. პედაგოგი ხო? შედეგები საკმაოდ მაქვს, უამრავი ნაშრომი მაქვს გამოქვეყნებული. უნივერსიტეტში 30 სემესტრის განმავლობაში ლექციებს ვკითხულობდი 2005 წლამდე უნივერსიტეტში. და მე როცა უკვე ღრმად შევედი პოლიტიკაში და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი გავხდი, უკვე მივანები, იმიტომ რომ ლექცია გამიცდა. იქ სესიაა და იქ ლექცია გაქვს. სესიაზეც უნდა იფიქრო და ლექციაზეც. ორი ფიქრია, ან იქ უნდა იყო, ან აქ. მაშინ პოლიტიკას უნდა დაანებო თავი და იმიტომ რომ ეხლა რომ ამბობე რომ მე უნივერსიტეტში ვარ, პოლიტიკაში ვარ, პოლიტიკაში ხარ, მაგრამ ნახევრად ძალით და მე მგონია რომ პოლიტიკაში მთლიანი ძალით ვარ. ამიტომ იქ დავანებდი. რა თქმა უნდა, ვიქნებოდი აი ის რაც გითხარით, რომ ვიქნებოდი საუკეთესო მასწავლებელი პროფესორი უნივერსიტეტში, რომელიც ყველაზე ცუდ სტუდენტსაც შევაყვარებდი და გავაგებინებდი. აი ეს მგონია. ეგ კიდე სხვა ნიჭია. ხო, არა, მგონია რომ მე პედაგოგი უფრო ვარ. პედაგოგი ვარ და ეს პედაგოგობა მეხმარება ეს სწორედ ადამიანებთან ურთიერთობაში. კომუნიკაცია. კი, ძალიან. როგორი ადამიანები ხდებიან ხალხის რჩეულები პოლიტიკაში? აი, რა ვიცი. ისეთებიც ასეთები ყველანაირი. წარმატებას როგორები აღწევს? წარმატებას ვინც აღწევს, ისინი გულწრფელები არიან, რა თქმა უნდა. ახლა ბოლო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ვინც ძალიან დიდი პოლიტიკოსი იყო, ხო? ვინც ძალიან დიდი პოლიტიკოსი იყო, ჩამოუთვალოთ გვარები, ხო? გულწრფელი, აი ზვიად გამოსახურდია, ძალიან დიდი პოლიტიკოსი იყო. მერაბ კოსტავა. გენიალური ტიპი იყო. შენ მიუსაჯეს 2 წელი, მე 3 წელი, მე 5 წელი, მე 10 წელი. სისტემა უშიდა და ის სისტემა დაამარცხა. ამან კი არ თქვა ბოდიშიო. აგრძელა და მოუგო მაინც. ისე წავიდა ამ ქვეყნიდან არ იყო დანგრეული საბჭოთა კავშირი და საქართველოს დამოუკიდებელი არ იყო. მაგრამ გრძნობდა რომ უკვე ეს სისტემა იშლებოდა მისი წყალობითაც. დიდი პოლიტიკოსია მიხეილ სააკაშვილი, გენიალური. ეს ადამიანები გახდნენ დიდი პოლიტიკოსები, იმიტომ რომ გულწრფელად აკეთებდნენ თავისი პლუსებით და თავისი შეცდომებითაც და თავისი გადაცნობებითაც, მაგრამ აკეთებდა გულწრფელად. მას სწამდა რომ ასე უნდა გაკეთებული იყო, რომ ქვეყანა წინ წასულიყო. აი აქ ნამდვილად ისინი არიან ჩემთვის მაგალითები. პოლიტიკის გარეშე შეგიძლია ცხოვრება? ახლა უკვე მგონია, ახლა 65 წელს ვარ უკვე. ისევ ენერგიით, რაც ვიყავ 30 წლის წინ არ უმალავ, უკვე მგონია რომ ეს ისეთი ოპიუმია, რომ მაგიდან გამოსვლა ძალიან რთულია, ძალიან რთულია. აი ხო გეგმებით, აი როგორც კი გაიფიქრებ რომ მოდი ხო არ დავისვენოთ, წამოვისვენოთ, აი ახალგაზრდა თაობა მოდის, საუკეთესო ჯენზის ვეძახით, ხო, მართლა საუკეთესო თაობა მოდის. აი ასეთი მაგარი ქვეყანა გვექნება ჩვენ. საიმედო ხელშია, კაი გოგოები იზრდებიან, კაი ბიჭები იზრდებიან, ჯამთელი აზროვნებით. ხოდა ვიტყვი რომ აი წამოვისვენოთ აგერა უფრო ნერო გავიდე, უფრო შეივსობა, მაგრამ რატომ უნდა გავიდე? პირიქით უნდა ვიბრძოლოთ რომ გავუკაფოთ. გასაკაფეა, ჯერ კიდევ გასაკაფეა ბევრი. პოლიტიკოსები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ? უნდა ისწავლონ წესით. ზოგადად ადამიანები აი პოლიტიკის მიღმაც სამწუხაროდ რაც ვჭირს ის არის რომ არ სწავლობენ. ადამიანმა უნდა ისწავლოს საკუთარზეც და სხვის შეცდომა. უნდა სწავლა არის მუდმივი. აი უწყვეტი პროცესია და აი რომ არ ვსწავლობთ, ეგ არის მთავარი შეცდომა ჩვენი და ამიტომ არ გამოგვდის ის რაც უნდა გამოგვიდეს. იმიტომ რომ ძალიან დიდი დროა გასული და აი მე ძალიან მაგალითად თელესოფლიო მაქვს მოვლილი განსაკუთრებით ბალტიისპირეთში რო ჩახვიდეთ. პენსიონერის პენსია იქ ნახეთ, იქავრი გზა ნახეთ, იქავრი ხელისუფლება ნახეთ, იქ მოკლევადიანობა რაც ვახსენეთ. მიდიან ვერც იგებს ვინ არის პრეზიდენტი და ვინ არის პარლამენტის წევრი და უფრო ბედნიერად ცხოვრობენ ადამიანები გიღიმიან. ახლა ჩვენ და სულ მუდმივად პოლარიზებული ძალიან და განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდებში ძალიან დამძიმდა, ძალიან ვითარება არის ძალიან დამძიმული და მე ვფიქრობ რომ ქართველები ყველაფერი მოქმედებს რა თქმა უნდა. აი ამიტომ მოქალაქეებს მოუწოდებ რომ იყავით თავისუფლები გახდით. ის რაც ღმერთით დაჯილდოებული ხართ, ხო, თქვენი უფლებებით, ეს უფლებები გამოიყენეთ და თქვენ აღარც ექიმი დაგჭირდებათ, აღარც წამალი დაგჭირდებათ. აი რაც მეტად თავისუფალი ადამიანი უფრო ჰარმონიაშია ცხოვრებასთან და უფრო მესწავლობს და უფრო ბედნიერია. დამოკიდებული ესე მარტივად. არა, თავისუფალი გახდით და ნახეთ რა ბედნიერი იქნებით. ახალგაზრდა პოლიტიკოსებთან გააქვთ რამე სათქმელი? ჩვენ ეს მოუტანეთ მას, ამაზე მეტი ვერ შევძელით.
დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო, რაღაცა კონსტიტუციური სივრცე შეიქმნა, პარლამენტის ცნება შემოვიდა, არჩევნების რაღაცა ცნება შემოვიდა, რაღაცნაირად მეტნაკლებად ვისწავლეთ. ეხლა აქედან დასკვნები თავად უნდა გააკეთონ. კარგი თაობა მოდის. ძალიან წინვალე თაობა. განსაკუთრებით მე ეს რო არ მოხდარიყო ზოგი ჭირი ხომ არ გებელია. ეხლა ეს ბიჭები რო ეს გოგოები რო ეს ბიჭები რო არ შესულიყვნენ ამ ციხეებში. აი რამდენი თითქოს წელი გადის, ხო? აი რეზო კიკნაძე მომწონს ძალიან ეს ხშირად წერილებს წერს. ყველას ხო ვერ ვიცნობ, მაგრამ მე ვიცნობ მათ ვერ ვიცნობ ასე ვთქვათ ურთიერთობაში, მაგრამ მათ სულში ხო ხედავ რა არის. ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომელსაც შეუძლია უკან გადადგას დაბიჯი, იმიტომ რომ გადასადგმელი არ აქვს, მართლები არიან. სიმართლისთვის იბრძვიან. მართალ ნეტარ არიან დევნული სიმართლისათვის და ნეტარებაში გაატარებენ მათ ცხოვრებას. და აი ეს არის ჩვენი ახალგაზრდობა. და აი მე ვამბობ, რომ საქართველოს არის საიმედო ხელში და ვერავით არის დიქტატურა და ვერავით არის ავტორიტარიზმი ამ ქვეყანას ვერ გააჩერებს. ეს იქნება უბრალოდ ქახალზე დაწერილი. მონტესკი უნდა წაიკითხოს დღევანდელმა ხელისუფლებებმა. იმიტომ რომ ძალაუფლება არ ყნის, აბსოლუტური ძალაუფლება არ ყნის აბსოლუტურად. აი ესენი თუ კარგად არ წაიკითხე და ესენი კარგად არ გაიაზრე, რომ მონტესკი ამბობდა თავად, რომ ქახალზე დაწერილი კანონი კი არის კანონი და კონსტიტუციურად კანონია, მაგრამ თუ ის სამართალთან უნისონში არ მოდის, ეს არის ქახალდის გროვა, ფარატინა, ნაკუწები ქახალდის, მეტი არაფერი. ამიტომ ეს კარგად გაიაზროს განსაკუთრებით ახალგაზრდობამ, რომ ასეთი შეცდომები, მაინც მგონია რომ ეს შეცდომები რატო არის, იცი, თაობა ასეთი. ჩვენმა თაობამ ვერ გამოძვრა საბჭოთა კავშირიდან. აი 2 ოქტომბერს რო შევამჩნიე, რომ კაცმა მითხრა, რომ 20 წელი ისე გათვალე შენი ცხოვრება, რომ 20 წელი ერთად უნდა ხელისუფლებაში ვიქნებით, ეს გამომდინარეობს საბჭოთა კავშირში გაზრდილია და იმის გამოძახილია, რომ ვერ გამოდის იმ მდგომარეობიდან. მაგრამ აი ამ ახალგაზრდობამ უნდა ჩვენ უნდა გავუწიოთ მეწინააღმდეგობა და დრომოა ისეთი, როცა გავიხარებთ ყველა ერთად. ვიტყვით რომ ჩვენ გავიმართეთ. 100 წლის შემდეგ რა გინდათ რომ თქვენზე თქვან? 100 წლის მერე საფლავთან რომ მოვლენ, ერთი თბილისრემლი რომ გადმოვარდეს ვიღაცისა, რა ბედნიერება იქნება. გაათფობს იმ სასაფლაოს. მაგარი იქნება. რა ვიცი, რა სიტყვიან? მგონია, არა, უმეტესი დღეს მეუბნება. ახლა პირდაპირ მე არ უმალავ პირდაპირ ძალიან ამაყი ვარო ადამიანების უმეტეს მათ შორის აი ხო არის ჩემი გამოტანილი ოჯახებიდან რომ გამოვიტანე, ცოტა სიტყვას კი ვამბობ, მაგრამ სპეციალურად რომ გაიგო. ოჯახებიდან გამოვიტანე და მაღალ თანამდებობებზე დავსვი. ისინიც კი ჩუმად რომ ხდებიან, მეუბნებიან, ასეთი კაცი ხარ. კი. და ეს სიამაყის მისრთვის და ეს კიდევ უფრო მარწმუნებს რომ სწორი გზით დავდივარ. თავარი ადამიანობა. თავარი ადამიანობა, კი ბატონო. და ბოლო შეკითხვა, თქვენი ცხოვრების თავარი ამბავი მაინც რა არის? რა ვიცი, მივედით ნახეთ და გავიმარჯვეთ. ეგ არის. მე მგონი რომ ეს უნდა შეფასდეს ძალიან დიდი ხნის შემდეგ. გამარჯვებული უნდა წახვიდე ამ ქვეყნიდან. ეს უნდა იყოს. ამაზე უნდა იყოს შენი ფიქრი, უნდა იყოს ნამდვილი სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება და სამართლიან თამაშში სამართლიანი გამარჯვება. ეს უნდა იყოს შენი კრედო, შენი პრინციპი და თუ ამას მიყვები, მაშინ ეს გამარჯვება არის მოსული და ეს უნდა იყოს პრინციპი ყველა ადამიანისთვის და ყველაფერი იქნება გაიგო. ანუ თქვენი მთავარი ამბავი ჯერ წინ გაქვს? რა თქმა უნდა. ჯერ სადა მე მგონია რომ შუა აღმართშიც კი არ ვარ. აი იმიტომ რომ ენერგია მაქვს შვენიერი. აი დღეს წავიკითხე იმაში ეს ლანა ღოღობერიძე 97 წელსა ისევ შვენივრად მახსოვს მე რომ ასპირანტი ვიყავი მოსკოვში. ალბათი ლანა იყო მოსკოვში ჩამოსული დიდ დარბაზში რაღაც ლექცია ჩაატარა ფრანგულ ენაზე. დავესწარე და იქ თარჯიმნები იყო. ეს იყო მე გიყვებით 45 წლის ამბავს. 40 წლის ამბავს. აი ლანა ღოღობერიძე 97 წლის გახდა და როგორი ცხოვრებით ცხოვრობს, ხო? აი ეს ხო მაგალითი უნდა იყოს ახალ ჩემთვის განსაკუთრებით. ამიტომ მგონია რომ შუა აღმართი ჯერ გასავლელია. ჯერ ქვევით ვარ. ოპტიმისტი. კი, მაგარი. ძალიან კარგი. ჯანმრთელობას გისურვებ. დიდი მადლობა. ბევრ მიღწევას და გამარჯვებას. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. ცოცხლად. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე. მე ერთი კვირით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.
გადაცემის პარტნიორია წყალი მთის. იცხოვრე სრულყოფილად.